მოგესალმებით, მე ნანა ვარ ასლამაზიშვილი. ეს ლექცია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მაგიურ კითხვას შეეხება. თუ ეკონომისტს სურს შეისწავლოს ცხენი, ის არ მიდის და ცხენს არ უწყებს ყურებას. ის ჯდება და იწყებს ფიქრს. რა მოხდებოდა მე რომ ცხენი ყოფილიყავი? ეს სიტყვები ინგლისელ სტატისტიკოსსა და ეკონომისტს ელი დევონს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ავტორმა ასე ხატოვნად გამოხატა ეკონომისტის სავარაუდო ქცევა, როცა ის გადაწყვეტს შეისწავლოს ესა თუ ის ეკონომიკური მოვლენა ან პროცესი. და მართლაც რას აკეთებს ეკონომისტი, როცა სურს ამა თუ იმ ეკონომიკური მოვლენის ამ პროცესის შესწავლა? იგი მკაფიოდ განსაზღვრავს კვლევის ობიექტს და აყალიბებს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევად სურს. ამ მიზნების მიღწევის გზებს ძალიან მკაფიოდ და ამასთან მარტივად ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ვკითხულობთ, რომელიც ამისათვის გვთავაზობს სწორი კითხვების დასმის ტექნიკას და ასე ვთქვათ მაგიური კითხვების სერიას, რომელიც იწყება ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში, მაგრამ აქ არ მთავრდება. იგი გრძელდება პრაქტიკაში, განიცდის ტრანსფორმაციას, გამრავლებას, გაფართოვებას იქამდე, სანამ მკვლევარი არ ამოწურავს შესასწავლი ობიექტის ყველა მხარესა და ასპექტს. აი რატომაა ეს კითხვა მაგიური, რომელიც ასე ჟღერს. ვინ რას აკეთებს, ვისთან ერთად, რის სანაცვლოდ, რა საშუალებით, რა მიზნით და ასე შემდეგ. როგორც ეროვნულ ანგარიშთა სისტემა გვეუბნება, მოცემული ეროვნული ეკონომიკისთვის ამ კითხვებზე პასუხები ყველა ნაკადის, მარაგის, ბაზრის მონაწილის მიხედვით მოგცემს არანორმალურად დიდი მასშტაბის ურთიერთდაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მოვლენების ღრმა ანალიზისა და მათი ურთიერთკავშირების ასახსნელად. თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში ეს მაგიური კითხვა, მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი ეკონომიკური კატეგორია, როგორიცაა სესხი. სესხი შეიძლება იყოს გაცემული ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით, ვადიანობის მიხედვით მოკლევადიანი, გრძელვადიანი, აგრეთვე ვადაგადაცილებული, მიზნობრიობის მიხედვით სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს სესხი და ასე შემდეგ, აგრეთვე რესტრუქტურიზებული და არარესტრუქტურიზებული. ასევე სხვადასხვა კატეგორიის, როგორიცაა სტანდარტული, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო სესხი. გაცემული იურიდიულ პირებზე და ფიზიკურ პირებზე, ასევე ფიქსირებულ პროცენტიანი და ცვალებად პროცენტიანი. აგრეთვე უცხოური ვალუტით გაცემული სესხი შეიძლება შევისწავლოთ ვალუტების სახეობების მიხედვით. მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხი უფრო კონკრეტული ვადების მიხედვით. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხი საქმიანობის სახეებისა და კონკრეტული ინსტიტუციური სექტორების მიხედვით და ასე შემდეგ. თუ სესხს სხვა კუთხითაც შევხედავთ, იგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დებიტორისა და კრედიტორის ურთიერთდამოკიდებულება, რაც ვლინდება სესხის როგორც ფინანსური ინსტრუმენტისადმი მათ მიმართებაში. აღნიშნული სამივე კატეგორია მთელი რიგი პარამეტრებით ხასიათდება, რომელთაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. შესასწავლი ობიექტის აღნიშნული პარამეტრების შესახებ ამომწურავი ცოდნა და მათ მიმართ სწორი კითხვების დასმა გვეხმარება სწორად ჩამოვაყალიბოთ იმ მონაცემების სტრუქტურა, რომელთა მოპოვებასაც ვაპირებთ. შესასწავლი მონაცემების სიღრმეებში წვდომა. ამას გვასწავლის ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მაგიური კითხვა და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მაგიურობა. თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტატისტიკაში კითხვების სწორად დასმის ტექნიკის ცოდნა, ამაზე სტატისტიკოსთა შორის ერთი საკმაოდ გავრცელებული სახუმარო ამბავი არსებობს. ორი მეგობარი საჰაერო ბურთით მოგზაურობს. უცებ აღმოაჩინეს, რომ სრულიად უცხო ადგილზე არიან და შეშფოთებით დაიწყეს აქეთ-იქით ყურება. ქვემოთ პლანტაციაში მომუშავე ადამიანი შენიშნეს და გადაწყვიტეს მას შეხმიანებოდნენ. სად ვართ? გადმოსწახეს ზემოდან. საჰაერო ბურთზე, იყო პასუხი გარკვეული პაუზის შემდეგ. ეს კაცი ნამდვილად სტატისტიკოსია, უთხრა ერთმა მოგზაურმა მეორეს. ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს,
გააგრძელა მოგზაურმა მეგობრის გაოცებულ მზერას რომ შეხედა. პირველი, პასუხმა დააგვიანა. მეორე, სრულიად ზუსტი პასუხი მივიღეთ. და მესამე, პასუხი აბსოლუტურად გამოუსადეგარია. აქედან დასკვნა, არასწორად დასმულ კითხვას მოსდევს გამოუსადეგარი პასუხი. მეორე, პრობლემება სტატისტიკურ წიგნიერებაში შესაძლოა შექმნას არასწორი წარმოდგენა სტატისტიკისა და სტატისტიკოსების შესახებ. იფიქრეთ სხვა დასკვნებზეც. ეს მოგონილი ისტორია ბევრ ამას მიგვანიშნებს სტატისტიკაზე.